თუ ჩვენ ცალკე ჩატში ბევრს ვიბობოქრებთ, შემდეგ მასწავლებელთან მივალთ 5 და დირექტორთან დარჩება 2 ან 1, ამით არაფერი არ შეიცვლება. გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილი სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე მეგი ვარ ამ პოდკასტის ავტორი და კვირაში ერთხელ შეგხვდებით. თუ თქვენი შვილი სკოლის მოსწავლეა, გამოიწერეთ ეს არხი და სხვა მშობლებსაც გაუზიარეთ. ჩვენ ბევრ საერთო თემაზე გვექნება სასაუბრო. პოდკასტის წარმოდგენია ჭკვიანი მოწყობილობების ვებ-პორტალი My Comfort Home, რომელშიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენი სახლის კარისთვის ჭკვიანი საკეტი ან სადარბაზოსთვის დაშვების სისტემა და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის უსწრაფესი მომსახურება 1 წლიან გარანტიასთან ერთად. ჯერ სწავლა არ დაწყებულა და მე უკვე რამდენიმე მიმი შემომხვდა წარწერით, როდესაც გაიაზრე, რომ მალე მშობლების ჩათი ამოიქოქება. მეც მომიყვა ჩემმა მეგობარმა ამ რამდენიმე დღის წინ, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, მითხრა, რომ 8 ჩათში ვარ გაწევრიანებულია, 4 არის მასწავლებლებთან ერთად და 4-იც მშობლების ცალკე ჩათი. და აი ამ ცალკე ჩათებში რაღაცა ისე დაემთხვა, რომ 4-ვეგან დიდი ამბები იყო და ისე არ დავიძინე, რომ ყველა საკითხზე ჩემი აზრი არ გამომეთქვა, რაღაცნაირად ვალდებულად ვგრძნობ თავს და დაძილის წინ ყველა მესეჯს ვუპასუხე, დავიძინე მშვიდად ვალმოხდილმა და დილით რომ გავიღვიძე 400 მესეჯი მქონდა წასაკითხი, ჩემს რესურსს აღემატებაო. დავფიქრდი იმაზე, რატომ გვჭირდება საერთოდ ეს ცალკე ჩათი და მივედი ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე და ეს დასკვნა მინდა რომ გაგიზიაროთ. ჩემი დაკვირვებით ცალკე ჩათი გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხო სივრცე შევქმნათ და ვისაუბროთ ყველაფერზე, მათ შორის იმაზეც, რაზეც მასწავლებელთან ერთად ვერ ვსაუბრობ და სკოლის კედლებში ვერ ვსაუბრობ. და რომ ვფიქრობდი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ცალკე ჩათი კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ სკოლაში ყველაფერზე საუბარი არ შეგვიძლია. ეხლა შეიძლება თქვენ მისმენთ, რომ რა სიგონებ, მშობლები მოდიან ჩემთან სკოლაში, ან მე მივდივარ ჩემი შვილის სკოლაში და ყველაფერს ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ნამდვილად ასე იყოს, მაგრამ მაშინ თქვენ ხართ გამონაკლისი. და თქვენი სკოლაც არის გამონაკლისი. სკოლა დღესდღეობით იქცა ისეთ ორგანიზაციად, სადაც არის თემები, რაზეც საუბარი ყველას შეუძლია და რა თქმა უნდა აზრის თავისუფლება არსებობს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც იქ ვერ ვსაუბრობთ. ან თუ ვსაუბრობთ, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შეიძლება უკმაყოფილება გამოვიწვიოთ, შეიძლება უსიამოვნებას გადავეყაროთ. სხვა შორის ძალიან ბევრი მშობელი თავს არიდებს სკოლაში სიმართლის თქმისგან, საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებისგან იმის გამო, რომ ეშინია მის შვილი არ დაჩაგრონ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შიში რა თქმა უნდა გადაჭარბებულია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სრულიად ლეგიტიმურია და აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის. მოკლედ, სკოლა არის ის ორგანიზაცია, სადაც ყველაფერზე საუბარი არ შეიძლება. მაგალითად, მშობლებმა შეიძლება გააპროტესტონ ღიად სახელმძღვანელოების ხარისხი. დიდი ალბათობით ეს იმიტომ, რომ სახელმძღვანელოების ავტორები სკოლებში არ მუშაობენ. ან იმ კონკრეტული სახელმძღვანელოს ავტორი არ მუშაობს იმ კონკრეტულ სკოლაში. მაგრამ რაც ეხება მაგალითად მასწავლებლის მიდგომებს, სასკოლო ინფრასტრუქტურას, სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობას თუ სხვა ტიპის გამოწვევებს, რაც ძალიან აქტუალურია სკოლაში, მშობლები თითქმის ყოველთვის არჩევენ ხოლმე, რომ ცალკე ჩათებში განიხილონ ეს საკითხები და არ მიიტანონ იმ ადამიანებამდე, ვისაც ამის მოგვარება შეუძლია. გულწრფელად რო გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელი ისეთი ყავს, რომელიც მშობლის ღიად დაფიქსირებული აზრის გამო ბავშვს დაჩაგრავს. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ როდესაც სკოლაში მოდის მშობელი და ის გამოთქვამს უკმაყოფილებას, ობიექტურად თუ სუბიექტურად, მოით ახლა ამაზე არ ვიმსჯელოთ. და მისი მიმღებლობა სკოლაში არ არის, ანუ როდესაც მასწავლებელი განაწყენდება, შეიძლება არ გაბრაზდეს, მაგრამ განაწყენდება. როდესაც მასწავლებელი აჩვენებს, რომ ამას პირად შეურაცხყოფად იღებს, ან მიანიშნებს, რომ მოდი მისი კლასის მშობლებმა არ ისაუბრონ ამაზე და ეს სხვებმა მოაგვარონ ან ასე შემდეგ, ეს მშობლებს პირდაპირ უჩენს განცდას, რომ პრობლემაზე საუბარი მასწავლებელთან არ შეიძლება. ყველა მშობელი, რა თქმა უნდა, არ ფიქრობს, რომ მასწავლებელი მის შვილს დაჩაგრავს, მაგრამ არანაკლები ბარიერია აზრის ღიად გამოხატვისთვის, როდესაც იცი, რომ მასწავლებელს სწყინს შენი აქტიურობა. მე ვფიქრობ, უფრო ხშირად
ეს არის ხოლმე მშობლების სიჩუმის მიზეზი, რომ მასწავლებელს არ აწყენინონ. და ეს ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც შენ შვილთან ერთად არის და ხორულ კარს მიღმა, შენი შვილის ადამიანია, ხო? შენი შვილზე მზრუნველი ადამიანია, რატომ უნდა გინდოდეს რომ მას აწყენინო? ცალკე ჩათების შემთხვევით ზუსტად ეს სცენარია, ანუ არ ვსაუბრობთ იქ, სადაც პედაგოგია, იმიტომ რომ არ გავანაწყენოთ, არ გავაბრაზოთ, უარეს შედეგი არ მივიღოთ, მაგრამ რადგან ეს აზრი მუსირებს და ძალიან აქტიურადაც, ამიტომ ეს ქარცეცხლი ტრიალებს ხოლმე ცალკე ჩათებში. ეხლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ცალკე ჩათიდან მშობლებმა მაინც მიდის ხოლმე ამბები მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სკოლის დირექტორთან და აუცილებელი სხვანაირად სკოლა ვერ განვითარდება. მშობლებს გვაქვს უფლება, რომ მოვითხოვოთ ხარისხიანი განათლება ჩვენი შვილებისთვის, მშობლების აზრის მიმღებლობა გავაჩინოთ სკოლაში და ცალკე ჩათების პრობლემა თავისთავად მოგვარდება. შემდეგ ეპიზოდში ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ბევრად უფრო მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის ბავშვების სასკოლო კვება, რომლის შესახებაც სხვა შორის ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, შევეცდები რომ მოგაწოდოთ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის საათებში კვება და რა ტიპის პროგრამები არსებობს მსოფლიოში სკოლაში ბავშვების გამოყვებისთვის. არ დამავიწყდეს რომ გითხრათ მშობლების პოდკასტის ვიზუალურ გამართულობაზე ამჯერადაც იზრუნა სტუდია Full Frame-მა, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი სირთულის, გრაფიკული და ვიდეო კონტენტის შექმნის საჭიროების შემთხვევაში.